ეთერშია გადაცემა ბიზნესის დრო სამთავრობო კომისია, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებულ პრობლემებს შეისწავლის, რაზე გვაფრთხილებს ახსრულების ეროვნული სააგენტო. რატომ უნდა დავფიქრდეს, სანამ ბინას იპოთეკით დატვირთავდეთ? როგორც უკვე გითხარით, ჩვენი გადაცემის თემები ეს არის. სტუდიაში თეაშველიძე მუშაობს და მოგესალმებით. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შესწავლის მიზნით სპეციალური სამთავრობო კომისია შეიქმნა. მის შემადგენლობაში მინისტრთა კაბინეტის თითქმის ყველა წევრი შედის. კომისიას ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი უხელმძღვანელებს. ინფრასტრუქტურის სამინისტრო წეს შარშადთა შედარებით 180 მილიონით მეტს დახარჯავს პროექტების განხორციელებაში, თუმცა ამის საპირისპიროდ ოპონენტების მხრიდან მაინც ხშირად ისმის ბრალდებები პროექტების შეჩერებაზე. რატომ დადგა დღის წესრიგში სპეციალური კომისიის ჩამოყალიბების საკითხი, რა პრობლემები და კითხვები არსებობს პროექტებთან დაკავშირებით? როგორ მიმდინარეობს ზოგადად პროექტები? ამ საკითხებზე ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. ბატონო შოთა, მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და ორიოდე სიტყვით რომ გითხრათ, რატომ დადგა დღის წესრიგში ასეთი კომისიის შექმნის საკითხი, როგორც გავეცანი ინფორმაციას, საკმაოდ წარმომადგენლობითი შემადგენლობა, თითქმის ყველა სამინისტროს წარმომადგენელი არის ამ კომისიაში, რომელსაც ხელმძღვანელობს დავით ნარმანია, მინისტრია. რა იყო ამის მიზეზი? ამის თავარი მიზეზი არის ის დაგროვილი პრობლემები, რაც სამწუხაროდ წინა ხელისუფლებამ მემკვიდრეობად დაგვიტოვა. ეს არის სხვადასხვა პროექტების განხორციელების დროს დაშვებული უკანონობები, ანუ სამშენებლო ნებართვების არარსებობები, კომპანიებისთვის რაღაც ზეპირი დავალებები, პროექტში ერთი რამ იყო განსაზღვრული და კომპანიას გააკეთებინეს მეორე. ბევრი კომპანია ამბობს, რომ ეს მოხდა იძულებით, ანუ საჯარო მოხელეებმა გადააბეთეს თავიანთ უფლებამოსილებას და ასე შემდეგ. ანუ არის საკითხები, რომელიც კანონმდებლობით არის პირდაპირ გაწერილი და ესე იგი ძველ ხელისუფლებას ხომ უნდა გადაბარებოდა სამართალდამცავ სტრუქტურაში. რა თქმა უნდა, გადაიბარა ნაწილი, თუმცა არის ნაწილი, რომელიც შეიძლება მცირედი ესე იგი გადაწყვეტილებით კომისიაზე გავიდეს და გადაწყდეს თუ როგორ იმოქმედოს ამა თუ იმ სტრუქტურამ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, იმიტომ რომ კომისიის გადაწყვეტილება კანონს ვერ შეცვლის. მე შემიძლია რამოდენიმე მაგალითი მოვიყვანო თუ რა ტიპის საქმიანობებზეა საუბარი. მაგალითად, ძველად, ანუ წინა ხელისუფლება საერთოდ კანონი საერთოდ არ აინტერესებდა და ზოგადად ხელშეკრულებაში რა ეწერა, ამასაც არ უყურებდნენ, თავარი იყო ეთყოდნენ, რომ ეს გააკეთე, მიუხედავად იმისა, რა ეწერა პროექტში, შემდეგ გააკეთებინებდნენ და მერე რაღაცა დროს, ანუ კანონდარღვევით ამას ასახავდნენ ხელშეკრულებაში ან შესრულებაში, რაც აბსოლუტურად ჩვენ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. ჩვენ დაგვხვდა შემთხვევები, პრეტენზიები იყო იმ კომპანიების რა თქმა უნდა, შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა არის კომპანიები, რომლებსაც ბევრი რამე მიუთითეს წინასაარჩევნოდ, არის შემთხვევები, რომლებიც მარტივად შეიძლება დარეგულირდეს, მაგრამ კომისია ჭირდება ამას, იმიტომ რომ ერთ-ერთი საჯარო მოხელე ეხლა ვერ აიღებს ამას თავის თავზე პასუხისმგებლობას.